ილია თოფურია ძალიან სუსტია, გაურბის ძლიერ მეტოქეებს და არმან ცარუკიანთან მას არანაირი შანსი არ აქვს. პლუს ამას UFC მას კრიშავს. ესეთი რაღაცა რომ გამიგო ვიღაცა უმარ ნურმაგომედოვის ფანებისგან კიდევ კი გასაგებია, მაგრამ ამას როცა ეძახის რუსეთის ყველაზე მაგარი მებრძოლი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მწვრთნელი, ეს მართლა შოკია. მოდით მოусმინოთ ამ პროფესორებს და როგორც ჩვეულებრივი რიგითი MMA-ის კომაგი, ვეცდები მათ რაღაცნაირად პასუხი მაინც გავცე. პირველი იქნება გორაზიზიანი, ანკალაევის და შარაბულეტის ნამდვილი უმაგრესი მწვრთნელი, რომელიც ყოველი თავისი მენახერეობის მერე იკრიბება თავის მეგობრებთან ერთად და განიხილავენ ილია თოფურიას ბედს. მახაჩევი თოფურია, აი რა მოხდება სინამდვილეში, რას ფიქრობ? რა თქმა უნდა, ისლამი იგრია. გამარიტებით ჯობნის, ვითომ ილიას კაი ჭიდაობა აქვს, შეიძლება ასეცაა, მაგრამ ისლამთან ახლოს ვერ მოვა. 70-ში რო ეჩხუბათ კიდე ხო, 77-ში აი სად იკაჭება. ისლამი დიდია. ხო, მაგრამ ეს სად მიძრება? ჯერ 66 კილოგრამში, მერე 70-ში, ეხლა 77 კილოგრამში. Просто ბლატობს, რა შესთავაზონ 77-ში ჩხუბი, ის просто გაიქცევა, აი ნახავ. ხო, რა კონორივით გვაღიზიანებს თავის ქცევებით, იმას გავთიშავ, კაი რა, ნუ შეგვაწუხე რა. ისე ჯერ რასაც იძახის ასრულებს, გახსოვთ მოულოდნელად ხოლოი რო გათიშავ. ეგ მოსალოდნელი იყო, ხოლო ეს ნებისმიერი გათიშავდა. მოდით გავაანალიზატოროთ, მომისმინეთ, 66-ში ის ჩემპიონი იყო, ხო ასეა, მაგრამ იქ დაუმარცხებელი მოვსარი იყო. ევლოევს გაექცა, ეს ფაქტია, ნამდვილი ფაქტი. გადავიდა 70-ში, ტოპებთან არავისთან არ უჩხუბია. აი ამ საწყალ ოლივერას მოუგო რა, ისედაც გაფარჩაკებულ ოლივერას და გახდა ჩემპიონი. ვერც ერთი დივიზიონი ვერ გაასუფთავა, 66-ში ვერ გაასუფთავა, ვერც 70-ში, 77-ში ხო ბაზარჩქა. აი ასე სუსტებს ზოგებს და თავისი თავი ტოპიკში შეაგდო. აი სმატრი 70-ში რომ დარჩეს არმანს უნდა შეხვდეს. ეს კიდე პიზდეცია. გეთანხმები. 77-ში თუ ავიდა, ხო იასნია საჩემპიონო ბრძოლა მოუნდება. იქ კიდევ მახაჩევი დახტება, დაბლაჩავა ევლოევი დახტება. კაროჩე არ ვიცი, ალბათ 84-ში ავა რა. არ ვაზეთქო, მხოლოდ ერთი კაცი რომ დარჩეს დივიზიონში, ის მას არ შეხვდება. რატო? არ ვიდეო შანსი ვიცეო. პროსტა ბაზრობს რა სამაგივრად არმანჩიკა ვიდეოებით რა მაგრა თუ ტრაკებს ილიას. სხვათა შორის მომწონს არმანი როგორც უტრაკებს სიამოვნებას იღებ. 66-ში ნომერ 1-ს გაექცა მოვსარს, ხო ეგრეა? კი. აქაც ნომერ 1-ს არ გაექცა, მახაჩევს უეჭველი არ შეხვდება 77 კილოგრამში მომიდას გიფიცები შენსას. და მერე რა მოხდება? ჰაერში რჩება, ამიტომ ალბათ იტყვის, აი ეს პედი მომიყვანეთ ხო? ბიმბლეტი ხო? ხო და ვინა ეგ? პედიც მაგისნაირი ნიპრიატნია. ორივე ნიპრიატნია, მაგრამ ვის შეხვდება პრეტენდენტს თუ ვის? კაი მეორეჯერ შეხვდეს ოლივერას, მერე ის ტუპიკშია, გესმით ზევით ავა ქვევიჩავა თუ ადგილზე დარჩება, ყველგან პრობლემა აქვს. Настан с нами с ним проблем будет. აი რო კითხო კაცი ანკალაევის მწვრთნელია, ილია თოფურია მიწასთან გაასწორა. აი რა გინდა? შენ ლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც არის მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე, ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონია, თავის გზაზე 3 ლეგენდა გათიშა, აი მეტი რა უნდა ქნას, მითხარი წყალი ღვინოდ გადააქციოს და ერთი შეხებით თქვენი შიზოფრენია განკურნოს, მაგრამ ვიცი რაც უნდა გააკეთოს. უნდა ამოვიდეს ისლამ მახაჩევი უნდა გაგითიშოთ, მერე არმან ცარუკიანი გათიშოს და ბოლოს ევლოევით ზედ მიაყოლოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაშინაც რაღაცას მოიფიქრებთ. რაც შეეხება ევლოევს, კაცმა მოქმედი ჩემპიონი ვოლკანოვსკი გათიშა 66 კილოგრამში. მერე გათიშა მაქს ჰოლუეი, რომელიც ცხოვრებაში ნოკაუტში არ იყო და ძალიან მაგარ ფორმაშიც კი იყო და BMF-ის კამარიც კი მოიგო. და ამის მერე რას აკეთებს ილია თოფურია? ევლოევს გაურბის 70 კილოგრამში ისლამ მახაჩევთან, აი უბრალოდ დაფიქრდით რიებს ლაპარაკობთ. ანუ 66-დან გაექცა ევლოევს და ავიდა 70-ში მახაჩევთან. მაგ პერიოდში ოლივერა საერთოდ გარტყმაშიც კი არ იყო, რომ ილია თოფურიას შეხვდებოდა, იმიტომ რომ ილია თოფური ამოვიდა სპეციალურად ისლამ მახაჩევთან საჩხუბად და ამას ყველგან იძახდა. ყველგან ტრეშ-თოლკი იყო, ყველგან სუმაგას იძახდა და ამასობაში რა ხდება? ვინსად რა გაიქცა? გაიქცა ისევ ისლამ მახაჩევი 77-ში და აქედან ილია თოფურია კიდე ემუქრება, რომ ამოვალო. მე სად გარბიხართ? ევლოევი კიდევ 2 წელი გავიდა და დღემდე პრეტენდენტი
მეტი არ არის. ანუ თქვენი გადმოსახედიდან გამოდის, რომ 2 წელი ილია თოფურიას თავის დივიზიონში, თავის ბევრად სუსტი მეტოქეები უნდა ეცემა და იქამდე უნდა ყოფილიყო ამ 66 კილოგრამში, სანამ ევლოები არ შეხვდებოდა დატკეპნიდა ამ დივიზიონს სუსტი მეტოქეების ცემით, რა თქმა უნდა არა. თავისი დივიზიონს ტკეპნიდა ზუსტად ისლამ მახაჩევი იქამდე, სანამ ილია თოფურიამ არ ააკითხა. ეხლა კი რუსეთის ყველაზე ძლიერი და დაუმარცხებელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი რას იძახის, მოდით მოусმინოთ. მოდით წარმოვიდგინოთ თოფურია წარუკიანის ბრძოლა შედგა. შენი აზრით ვინ იქნება ამ შერკინებაში ფავორიტი? თოფურიას შანსი არ აქვს. მართლა? დგომშიც შანსი არ აქვს, არმანი კარგად იჭერს დისტანციას, სტრაიკერებთან კარგად მუშაობს ფეხებით. წარუკიანს ილიას ბრძოლის ყველა ვიდეო მასალა აქვს და მან ის შეისწავლა. 3 წლის წინ რო ეჩხუბა ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ ეხლა ის უკეთესია, უნაკოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტში მსუბუქ ზონაში საუკეთესო მებრძოლია თოფურია, უკონკურენტოა. შეგეშალა წარუკიანი. ხო, წარუკიანი. ჭიდაობის ხარჯზე მოუგებს ხო? MMA-ის ხარჯზე. ეს თავისუფალი ჭიდაობა არ არის. დააგდებს ხო? კი დააგდებს. პარტნიორშიც ძალიან კარგად იდაყვებით მუშაობს, ასევე უკეთესია ჭიდაობაშიც, ზურგის აღებაშიც. ილიასთან ახლოს ხო ვერ მივა? არ მოვა, კარგად ისავს დისტანციას 80-20%-ზეა, 80% არის არმანის. გაითვალისწინე არმანის ჭიდაობა, გაბარიტები და პრესინგი. თითქმის 10 სანტიმეტრით მაღალია, წონითაც ბევრად მეტი იქნება. მოკლედ ყველა ასპექტში ჯობნის. ყველამ ვიცით რა ჭიდაობა აქვს ჰოლუეს და ასევე ჩარლზ ოლივერას. თითქმის არანაირი ჭიდაობა. ისინი დგომში ჩხუბობენ, შეუტიეს ილიას და მან დასაჯა ისინი დაიჭირა მომენტი. ნამდვილ მოჭიდავებთან ილიას არ უბრძოლია, მარტო სტრაიკერებს ხვდება. ვოლკანოვსკი ვერ ჭიდაობს, ვერ ცხები. აი ერთი კაცი მაინც დამისახელი მოჭიდავე, ვისაც ილიამ მოუგო. გახსენდება ვინმე? მე არა. თან არმანი ჯიუ-ჯიტსუს ვარჯიშობს. ვინ? არმანი. ხო, საინტერესო ბრძოლა იქნება, მაგრამ UFC-ს ილია პოპულარობის გამო ჭირდება. ის არმაზე ცნობადია. ეხლა პიმბლეტიც გამოძვრება. ხო, მაგრამ არმანი ერთ ჩუბსაც მოიგებს, მერე სადღა გაიქცევა. კი, ვეღარ გაიპარება. აბარა ხო არ დამალავენ. კაცი რო იტყვის ვოლკანოვსკი და ოლივერა ჭიდაობის აზრზე არ არიან, ეს ადამიანს უბრალოდ რაზე უნდა ელაპარაკო, ერთი მითხარით რა. ვოლკანოვსკი როდესაც დაეჯახა ისლამ მახაჩევს, ყველამ ნახეთ რამხელა წინააღმდეგობა გაუწია და დღემდე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ვოლკანოვსკიმ ეს ბრძოლა მოიგო. აი პრაიდი რო ყოფილიყო ვოლკანოვსკის იყო ეს ბრძოლა რა, იმიტომ რომ ისლამ მახაჩევმა ცოტათი მეტი აკონტროლა ჭიდაობით და ისაც რაღაცა დომინაცია არ იყო. მე რომ მკითხო, ეს იყო თანაბარი ბრძოლა, მაგრამ ილიამ რა გაუკეთა ვოლკანოვსკის შეჭამა. ოლივერამ ჭიდაობა არ იცისო, კაცმა UFC-ს რეკორდი მოხსნა საბმიშენებში, ანუ თავისი დივიზიონის რეკორდი კი არ მოხსნა, მთლიანი UFC-ს რეკორდი მოხსნა. ანუ მთელი UFC-ს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაგარი ტიპი არის, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიგო ბრძოლა საბმიშენებით. როგორ არ იცის მან ჭიდაობა. არმან ცარუკიანი მაგალითად საერთოდ ჯამში არმან ცარუკიანს არ ჩაუტარებია იმდენი ბრძოლა, რამდენიც ოლივერას დაურჩია მაგალითად ადამიანები. წელწად ნახევარი არმან ცარუკიანს არ უჩხუბია, ერთადერთი სპორტული აქტივობა ის არის, რომ ის იხვებს დასდევს და მათ ილია თოფურიას ეძახის. აი რა ჰაბიბ, ცოტა დაუფიქრდი რიებს იძახი, თორე ბოლოს მახსოვს, რომ აძლევდი რჩევებს ბილალს, რომ მოდიო დგომში დაუდექიო მადალენას და ყველას გვახსოვს რა დღეში ჩავარდა ეგ საწყალი ბილალი. კიდევ კაი ჰამზა ჩიმაევმა არ დაგიჯერა და დგომში არ გააგრძელა, თორე იჯდებოდა ბილალთან ერთად ბაცი კუკუსავით. მოკლედ ილია თოფურია დღეს არის საუკეთესო pound for pound-ის რეიტინგში ნომერ პირველი ადამიანია და რა თქმა უნდა სულ ყველა ემტერება და სულ ყველა trash talk-შია და ძირითადად ეს იმიტომ ხდება, რომ რაღაცა დააინტერესონ მაყურებლები და რა თქმა უნდა UFC, იმიტომ რომ UFC წყვიტავს მე რა მოხდება და ყველას უნდა ილიასთან ჩხუბი იმის გულისთვის რომ გააკეთონ კაი მაყუთი. მაგრამ ეხლა მაგალითად მერაბ დვალიშვილს ექნება სენჰეგენთან ბრძოლა და მაგ ბრძოლასაც რომ მოიგებს და ეს აუცილებლად მოიგებს, pound for pound-ის რეიტინგი შეიძლება შეიცვალოს და მეორე ადგილზე ავიდეს უკვე მერაბ დვალიშვილი. მოკლედ ქართველებს მიყავთ პარადი UFC-ში ძალიან მაგრად, გარშემო ძალიან ბევრი ტურები არიან, მაგრამ არაუშავს ბიჭებო, ჩვენ აქედან სულ ყოველთვის მოვიგერიებთ მათ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და MMA-ის კომაგებს გირჩიოთ ორი არხი, ერთი არის რომი ცენტერაძის YouTube არხი, მეორე არის Fight Hope პოდკასტი. ამ პოდკასტზე და რომი ცენტერაძე საერთოდ თითქმის ყოველ დღე გამოდის პირდაპირ ეთერში და საინტერესო სტუმრები ყავს, ასევე პოდკასტზეც
რომელიც ძალიან საინტერესო თემებზე ლაპარაკობენ, ბევრ რაღაცას პირადად მე ვიგებ ამ ყველაფრიდან. ყველას გირჩევთ, აღწერაში დაგიტოვებთ მათ ლინკებს, მე კიდევ ამით გემშვიდობები.